ჩვენ გვიყურებთ, ესე იგი ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი მოგესალმებით. რომცა ვიყუროთ მაინც ეთერშია. აი ჩვენი გადაცემის ღიბლი ისაა რომ უყურებს მავანი თუ არ უყურებს, მაინც ეთერშია ხალხო. სუბიექტური იდეალიზმი დაიძლია ამ შემთხვევაში. რა ხდება დიანა რითი? ესე იგი, ძალიან მინდოდა რომ პრეზიდენტი არ გვეხსენებინა და როგორმე გვერდი აქვეობა, მაგრამ ვერ ვაცხადებ ბერკლი ხო? ბერკლი. მე ვარ ბერკლი. თუ სააკაშვილზე არ ვილაპარაკებთ, სააკაშვილი არ იარსებებს და აი რა კიდე სააკაშვილზე უნდა ვილაპარაკოთ? გავაცოცხლოთ. ცოცხალია ყოველდღე ეთერშია. ძალიან დიდი დოზითაა. შავა კარგი იდეა. ვილაპარაკოთ მაგალითად მე შენ გეტყვი. დღეს ჩამოვედი ჩემისიდან სახლიდან ჩამოვედი აქ დუშეთიდან და დუშეთში იყო ქართული ოცნების შეხვედრა. არავით არის შეშინება, არავით არის ძრწოლა. დავინახე კი დავინახე დარბაზში სოზარი დავინახე არა სოზარი დავინახე მე მგონი ხმალაძე იყო ასევე და ძალიან რაღაცა ისეთი მშვიდი და კარგი გარემო იყო ზონდერების მომდერები არაფერი იყო სიმშვიდე და რაღაცა ისეთი კარგი გარემო უნდათ ვისა სულებები რა ვიცი იყო სავსე იყო წევრები და ზოგადად ოპოზიციის ლიდერები ამბობენ რომ ხალხს აშინებენ და შიშია და ზწოლა მე დუშეთში ესეთი რამე ვერ ავნახე ერთადერთი რაც იყო პიარული ის იყო რომ როდესაც იქედან მე ეს უყურებდი იმას დარბაზს როცა დარბაზიდან დაიწყო ხალხმა გამოსვლა აქედან დაძრეს ორი ტრაქტორი რომელიც იყო ჩემი აზრით ეს მერტყველები და ყველა ძალიან კარგი რაღაცაზე რომ პოლიტიკური ცხოვრებაც მიმდინარეობს და მთავრობაც ცდილობს ხო რომ ხალხს რაღაცა თავი მოაწონოს არა ზონდერით არამედ ტრაქტორით ტრაქტორი და სოზარი შეხვდნენ ერთმანეთს ხო ხო სოზარი და ტრაქტორი შეხვდები საბედისწერო სოზარიების ყოველ ტრაქტორის მაგრამ ამ შემთხვევაში გაიქცნენ ტრაქტორი უკრუაშვილის პარტიის ეგიდით რომ ებრძოდა ტრაქტორს ეგ და კი ძალიან დრამატული იყო მე მახსოვს აჩერებდა რომ გადაეხნათ ველები ხო ეს დაუწვა პრაქტიკულად გააჩერდა ვილაპარაკოთ სოფლის მეურნეობის შესახებ რომ რა მნიშვნელობა თქვენ გარაკოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა შენ გაკი მამული დუშეთში მე არა მაქვს მამული ეცევი მიწად მოქმედება რა მოგყავს ვარდები მომყავს შევეცადე კარტოფილი ან ჩემზე კი არაა საინტერესო საინტერესო არის როგორ უჭირს ქართულ გლეხს და როგორ უჭირს ქართულ გლეხს ძალიან უჭირს რატომ ქართულ გლეხს უჭირს იმიტომ რომ დაინგრა სისტემა რომელიც იყო საბჭოთა სისტემა რომელშიც მანკიერი იყო ეს სისტემა აბსოლუტურად არარეალური ბაზარი იყო ძალიან ბევრს შოულობდა არაპროპორციულად შოულობდა ქართველი გლეხი იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი სისტემა იყო ეს დაინგრა მაგრამ ამ დანგრევის ფონზე არავინ არ დაეხმარა, არავინ არ შექმნა ახალი სტრუქტურები. ახალი სტრუქტურები არის დაუშვათ ბანკები, რომლებიც იძლევიან სოფლის მეურნეობაში სესხებს და არა ისეთ სესხებს, რომლებიც მე რო გავიგე ხა დაუშვათ რა სესხებს იღებენ რეგიონში. ეს არის დანგრევა, იმიტომ როდესაც სოფლის მეურნეობაში, ხო, სოფლის მეურნეობაში 25%-იან 50%-იან სესხებზე. გიორგი, რა არის იცი? ბანკების სისტემა. მიშას ხალხი ამბობს, რომ ისე მიშაზე. მიშა არ ყო ისე. ნაციონალური მოძრაობა, თავრობა ხო შეიძლება ახსენო, თავრობის ხალხი თავრობაც ისე რა ჩვენო არის ეგეთი რომ სოფლის მეურნეობა აღჭირდებაო საერთოდ ელექტრონული მთავრობის ელექტრონები და პროტონები ამბობენ იონები ხო მაგრამ თავარმა მოლეკულამ ხო თქვა რომ არ გჭირდება ხო რომ არ გჭირდებაო და იმიტომ რომ ჩვენ ახლა მაღალ ტექნოლოგიებზე უნდა გადავიდეთო და როგორ გამორიცხავს გამაგერებს ვიყიდო და დათხოვს მნიშვნელოვანი არის ქართულ გლეხსო არა აქო ხშირად იძახიან ამას შეფარულად ზოგჯერ ხიათ რომ უნარები დაკარგავ ვერ ამუშავებს ვიწევს გური გვინდაო ეს გვინდაო აი ხა შეხედე ეს სისტემა რაზეც ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია რა რო შეხედო რომელი სოციალური ჯგუფის სეგმენტი აწყობს ამ ხელისუფლებას საერთოდ ვერ მიხვდა ხო იმიტომ რომ თავის გლეხები არ ვარგა პროფესორები არიან თბილისი უბრალოდ არ ვარგა. ცენტრალურ უბნელებში. დევნილები არ ვარგა, იმიტომ რომ დევნილები არიან, ტოლვილები არ დილაგებთ, იმიტომ რომ ტოლვილები არიან. ვინ ვარ? ეხლა შეხედე დანარჩენი ვინ ვარგა? აი, ჯარი ვარგა. არა, ჯარი ვარგა, მაგრამ პოლიცია. რა, ძალიან კარგი ხალხი ვართო, ძალიან ნიჭიერებიო. ძველათო წნილს, კიტრის წნილს ვერ ვაკეთებდითო და ეხლა უმაღლეს სამხედრო ტექნოლოგიას ვერ ვაკეთებთ. სამხედრო იარაღს ვაკეთებთ. აუცილებლად.
ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, მე ხა სააკაშვილზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ქვეყანამ უნდა იპონოს თავისი ადგილი რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკაში. ამას ქვია რაღაც დაახლოებით მე არა ვარ ამ სპეციალისტი, competitive advantage, ანუ როდესაც რაღაცა შეჯიბრებაში შენ გაქვს, ხო, რაღაცა შეჯიბრებაში შენ გაქვს რაღაცა წინაპირობა რომ იყო უფრო წარმატებული. ეს არის სოფლის მეურნეობა. რაღაცა არა, სოფლიო ეკონომიკაში არ ვამბობ. სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანესია მარტო იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები, უნდა ვიცოცხლოთ და ჩვენი ქვეყანა უნდა გაგრძელდეს და არ უნდა მოუკვდეთ, ხო? საჭმელი უნდა გქონდეს ჩვენი და ჩვენი გლეხი უნდა ცხოვრობდეს ჩვენი მიწაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოგრაფიულად, კულტურულად, ხო, სახელმწიფოების თვალსაზრისით. არ უნდა მთავრობას ესა ხელისუფლებას. იცი რა შესაძლოა სამწუხაროდ ეხლა შეხედე რა საინტერესო რა ხდება სამწუხაროდ აქამდე არც სააკაშვილის მთავრობაში არც შევარდნაძის მთავრობაში რეალურად რეგიონის მოსახლე არ იყო საინტერესო იმიტომ რომ რეალურად იქ ხმებს იოლად იღებდნენ იოლად კონტროლირებადი იყო და მთავარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა თბილისში რომელშიც შენ უნდა კიდე პოლიტიკური რაღაცა მოგეპოვა ხმე იმიტომ რომ აქ უფრო ორგანიზებული არის ხალხი ეხლა რა იცვლება ის რომ თბილისი რეალურად მენტალურად მე რამდენადაც ხვდები ხო და რეალურად წაგებულია ხო ხელისუფლებას ამიტომ მთელი ბრძოლა იმიტომაც მოხდა მაჟორიტარების ამხელა პროპორციით გადანაწილება მთელი ბრძოლა მიდის მაჟორიტარებზე მიდის რეგიონში სადაც არ არის მასმედია ამიტომაც არის მთელი კონფლიქტები რეგიონულ მედიასთან და დღეს ისინი დიპლომატიურ კორპუსში ხდებოდნენ აი რეალურად ჩვენ ვისაუბრებთ თუ არ ვისაუბრებთ ჩვენ ხო რეალურად პოლიტიკურ აზრს დღეს თბილისში არ ვცვლით ხო მე არ ვიცი მაესტროს რეგიონებში სამწუხაროდ ვერ გავდივართ ხო და აი ამაშია საქმე და რეალურად ეხლა გახდა პირველად მე მგონი საქართველოს აი ბოლო პოლიტიკური ისტორიაში პირველად საქართველოს საინტერესო ქართველი გლეხი რომელიც არის ძალიან დაჩაგრული რომელსაც არ აქვს შემოსავალი რომელსაც თბილისში ეს თუ გაახსოვთ ეს მართლა ამორალური საქციელი ყველა საკოლმეურნეო ბაზარი რო დაიხურა და ამ საკოლმეურნეო ბაზრების ადგილას პრეზიდენტი აგრარულ ბაზარს დეზერტირების ბაზარს სადიპოვნა ჯერ მხოლოდ ინფორმაცია ვნახე ალბათ კადრებით ალბათ აშენდება არის იქ რაღაც ფარდულები ხო არის ფარდულებია და აშენდება აი ისიც კი მოუსპეს გლეხს და ეგ პლუს კიდე აი ძალიან იმისი რაღაც ჩამორჩენილობის ნიშანი იყო რომ იქ უნდა გახსნილიყო თურმე სუპერმარკეტი, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვყიდულობთ უბრალოდ პამიდორს პარკში, არამედ იმაში უნდა ვაკუუმში უნდა ვიყიდოთ აუცილებლად და აი იქაც კი მოუსპეს შესაძლებლობა გლეხს რომ რა გაჯობა ეგ სუპერმარკეტები გახდა როცა აზიური ქვეყანა და სახელგანთქმული აზიური არც მაგაში არა საქმე არა ბაზარი მაგარია ეს ამ სუპერმარკეტში ბებიაჩემ დავყავდი ქვეყანაში არის სწორედ სანახაობა კარგი ბაზარი ეგ იყო ჩემთვის კულტურას რო თავი და ბებიაჩემს დავყავდა ძველი თბილისელი ქალი იყო კიდე ორენაზე ქართულის გარდა ლაპარაკობდა და სომხებს სომხურად ევაჭრებოდა აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანულად და იყო ერთი ამბავი და მახსოვს ეხლა კარგი კულტურის ნაწილსაც რო დავანებოთ სუპერმარკეტში არის ბევრად უფრო უხარისხო ბევრად უფრო ძვირი უბრალოდ უკონკურენტო იმიტომ რომ იქ დიდი ჩამბარებელია და ის იბარებს თურქულს ან იბარებს რაღაცას აზერბაიჯანს და ეს ყველაფერი რეალურად რო გადავთარგმნოთ ბევრად უფრო რეალური ტრაგედია ხო მაგრამ აქ ერთი თემა ეს ბევრად უფრო რეალური ტრაგედია პომიდორი ეს ქართულია თუ სადაურია ქართული ღირს ორჯერ უფრო ძველი აი კომედია რო არის ერთი თემა რა რო კი ბატონო შენ აი ამ პრიორიტეტებს ულაგებ გლეხს მაგრამ მე მოდის ვიღაც გამგებელი ან გამგებლის ზონდერი ან ვიღაც და აშინებს იმ გლეხს და ვერ მოიპოვე ხმე ვერა ვნახე ვერავინ შეშინებს დუშე ხა პომიდორის მოყვანაში შეშინების პროცესი არა ხახი რო შეშინებულია ხა მართლა არა აი მე დუშეთში ისედაც არ მინახავს მაინც და მაინც შეშინებულები ნუ ხა შაირი მიდის ხოლმე ამ შეშინებას და მეორე დღეს ვნახე რომ გადავსებული დარბაზი არავის არ ეშინოდა ყველა კაი ხასიათზე იყო მაგრამ მე სხვა რამის გეუბნები მე ახლა არჩევნებზე კი არ გეუბნები მე გეუბნები რეალურ ცხოვრებაზე რა როდესაც ეს რასაც მე ვყვები აი ერთი ბაზრის დახურვა ვითომ ხო არაფერი არა ხო მაგრამ თუ არჩევნები ეს არის ათეულობით და ასეულობით ადამიანის მაგრამ ისიც ხო ფაქტია რომ თუ არჩევნებით არ იქნება ეს ცვლილებები ამ ცვლილებები თუ არ იქნება ბაზრებსაც დახურავენ და გლეხას უფრო გაუჭირდება ხო გეთანხმები ანუ არჩევნებია ძალიან მტკივნეული თემა არის რომელიც სხვა შეიძლება როდესაც ამოწია ივანიშვილმა ამაზე იყო რომ რაზე საუბრობს და ეს რა პოლიტიკა არა პოლიტიკა ის არის თურმე რაღაცა გლობალური იმეჯი რომლებშიც მონაწილეობა საერთოდ არის აი ძალიან საინტერესო შეკითხვა აქვს თუ არა კოალიციას იმდენი პერსონალია ყავს თუ არა ადამიანი რომელიც სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების ნდობას დაიმსახურებს იმიტომ რომ სპეციფიური ხალხი უნდა იყოს მეთანხმებში რა თქმა უნდა ანუ ყველა ვერ დაიმსახურებს ამ ნდობას ხო ძალიან რთულია რეგიონებში ადგილებზე აი სოფელში რომ ჩავდიოდით ხო ის
უნდა ძალიან კარგად გეხუმრა, რაღაც სხვანაირად გიყურებენ და იქაო კულტურაში ცოტა უცხო სხეული თუ ხარ იმტუში დაგცინებენ რა. არა ვარ მართალი. კი აბსოლუტურად. ხო და ყავთ თუ არა შენ ფორუმი ჩემი აზრით არის ესეთი. შეიძლება ჩვენ მე სიმართლე გითხრა ეს საკადრო საკითხი არ ვიცი, მაგრამ ეხლა იმდენად დისონანსურია ის რასაც ხო გეუბნები მე ვერ გავიგე ვინ მოსწონს ამ ხელისუფლებას. იცი რატო გლეხებს და იმას თავი დავანებოთ თავისი დეპუტატებიც კი არ მოსწონს და პატივ ხო გასაგებად მოსწონს არა ის მართლა მერაბიშვილმა რაც უთხრა თქვენზე უფრო პოპულარულები ვართო ეს იყო მესიჯი შეიძლება არა მე უკვე დავიღალე იმით რომ ისინი რაღაც საუბრობენ და მე უნდა შინაარსი ჩავდო ამას ყველაფერში მაგრამ რეალურად შეხედე რა სიტუაციაა რომ თავისი პოლიტიკური ელიტაც ხო არ მოსწონს იმიტომ რომ არენდობა ამ პოლიტიკური ელიტას აგერ უთხრა თავისი პოლიტიკური ელიტას როგორ ბრაზილიაში რომ მიდიხარ სულად არადეკვატურად უთხრა არა ნუ ბრაზილიაში რომ მიდიხართ ამდენი 30-40 გაკიცხა ანუ ეს ეხლა რასაც უკეთებს ეხლა შეხედე რასაც უკეთებს თავის პოლიტიკურ ელიტას თავის პარლამენტს რასაც უკეთებს თვითონ არ მოაწერა ივანიშვილის იმაზე ხელი ის ხო ეს პარლამენტი სამწუხაროდ ბოდიში ამ სიტყვის მაგრამ გამაიმუნებული და ივანიშვილს დაძდევენ რომ გენაცვალე რომელი ჩავწეროთ რამდენი ჩავწეროთ 10 7 3 შენ ოღონდ თქვი ხო აი ამ როლში ეს ხალხი ხო ჩააყენა ხო ისედაც მანამდეც პარლამენტს ყველა უფლებები წარდა რომელ პოლიტიკურ ელიტას სააკაშვილის უნარი რომ როცა გაუჭირდება თითქმის ნებისმიერ თანამდებობის პირს შეუძლია დასწინოს და გამასხარა ეს დაუშვათ რაც ვიცით პიროვნულად ხო პიროვნულად მე ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურულად რო შევხედოთ ხო რა დამოუკიდებულებაც არის თვითონ დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართ მე გეუბნები აი ინსტიტუციურად რო შევხედოთ პარლამენტის მიმართ არც ისინი არ მოსწონს. ყველა უნდა შეიცვალოს. ზურადეიშვილი ჰოლოგრამული გამოსახულება დეიშიო მოცულობითიო, მაგრამ რაც არ უნდა მოცულობითი იყოს, როგორი იქნება, ანუ ესეც გარკვეულად დაცინვა იყო. საკუთარ თავზე ესე დაცინვას აიტანს თუ არა? ხო, არ ვიცი. ისე მიშაზე გადავედით. ისე მე ისე ვცდილობ მიშასგან წავიდე კარგი. და რატო იცი მაგის ბრალია ყველაფერს თვითონ აი ყველა სტრელკა თავზე. შაო, იმიტომ რომ შოუმენია და დაუშვათ ის რომ როდესაც პრეზიდენტი იტყვის რომ ადეიშვილი ვინ არის? იუსტიციის მეთაურზე თუ რაც არის. მინისტრი. რომ ისე კარგი იქნებოდა ჰოლოგრამული ადეიშვილი. თუ გადაშლა მოგინდა ადეიშვილისთვის დააჭერ ღილაკს და ჰოლოგრამული სამი. აი იმდენად ის არის რა, უფრო საშაყირო თემაა, ხო და ჩვენ საშაყიროა ძალიან კონკრეტულად. ხო და საქმე ისა რომ მთელი პოლიტიკის ანალიზი გავიდა ამ შაყირების ანალიზში და შეგრებულად ხო არ გადააქვს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე და შენ როცა ვლაპარაკობთ სააკაშვილზე პიარულად მე და შენ სააკაშვილის ციხუზე ვასხავ წყალს. ხო იგრე არის ხა პიარულად შენ ლანძღავ თუ არ ლანძღავ მისი სახელი ის რა ფაქტს იძახ. ნუ რა ვიცი რა ფაქტი ზაუნა. მე დღეს გიორგი მე დღეს სხვა ვერსია მოვისმინე ზაზა შათირიშვილი იყო რადიო მაესტრო სტუმარი და ამბობდა რომ ძალიან ბევრიაო სააკაშვილი 3 საათი 4 საათი ყოველ დღე ეთერშიაო და მისთვის ეს ძალიან ცუდი ანუ რაც უფრო ბევრია უფრო წამგებიანია და კარგი იქნებოდა პაუზა დაეჭირაო ანუ ასეთი შეფასებაც მომისმენია მე არ ვიცი რაზე ეფუძნება ზაზა იმიტომ რომ პაუზა დაეჭირა რისთვის პაუზა დაეჭირა ასეთი აქტიური არ ყოფილიყო ამდენი ყოველ დღე არ გამოჩნდეს და ასე შემდეგ რა გეზიც არ აქვს აღებული არის კიდევ ერთხელ მარტივი თბილისში გინდა 3 საათი გამოჩნდეს გინდა 48 საათი გამოჩნდეს 24 საათი ამას ეს რეალობას არ შეცვლის. გატიჟოს მე თბილისში საკერუსთავი ორი გააკეთოს. ხო არ ეგეთ ცალკე. ხო, საკერუსთავი ორი ამორთოს თავი. და რეგიონში მთავარი არის რომ სხვა არაფერი არ იყოს. და რეგიონში მთავარი არის რომ შენ პოლიციის პრესის პარალელურად აი ელემენტოს სხვა არაფერი არ არის. და რეგიონის მაცხოვრებელი დაუშვათ, ხო? გეგულება შენ რეგიონის მაცხოვრებელის დასრული მამაკაცი ან ქალბატონი რომელსაც უცხოურია და რომელსაც აქვს რაღაც მოქალაქეობის განცდა ხო რომელიც აი მოიწონებს ამ გამართავს რომ ღილაკს დააჭერ და სამდენში სამოვა აი ხო იდახე რეგიონებზე მე მგონი მაგისი ანალიზი არ მიმდინარეობს აქ არა აქ ხო შინაარსი არ არის ლაპარაკი აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ ეს ადამიანი რაღაცას ამბობს რაღაცა ინიციატივები აქვს რომელიც არის ძალაუფლების მქონე და всё თორე შინაარსი ხო და იმდენი ჯერ ისეთი იკარგება შალვა მე და შენ ხარ რომ დავსხდეთ და ამოვიღოთ არქივი გაგვიკვირდება რამდენი ეგეთი სასაცილო რამე არის ნათქვამი აღარ გვაქვს როდესაც ერთი სიცრუე მოდის შენ იწყებ იმის აღქმას ამ დროს მოდის მეორე გადადიხარ მეორეზე მესამეზე და იკარგები საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ესეთი იმდენია ნათქვამი ეს ხო იკარგება ხო ეს ხო არის რომ თქვა ლაზიკა და ჩვენ ყველანი დავსყიდით და დავანალიზით და არა ლაზიკა უკვე ისეთი ხო ელექტრონული ადეიშვილია
ხო, ნუ ამ კვირაში უკვე დაუშვათ ილფი და პეტროვისთვის საკმარისი გააკეთა. ორი რომანი დაეწერა. კი, მაგრამ ეს შინდელი დღეც საკმარისი იყო, მარგალიტები იყო. სხვათა შორის საინტერესოა ელექტრონული მთავრობა, რაც ნიშნავს მარტივად ნიშნავს და ესეთი მთავრობები არსებობს, არა მხოლოდ 3D-ზე ღილაკის ინოვაცია, ეს არ არსებობს. ეს არის ინოვაცია. ზოგადად ეს არის ინტერნეტით ურთიერთობების გამარტივება მთავრობასა და მოქალაქეებს შორის და ზოგადად შიგნით მთავრობას შორის. ანუ ესე, მაგრამ იქ სადაც საჯარო ინფორმაციის მიღება არის პრობლემა. იქ სადაც ცოტა ხნის წინ კანონი მიიღეს ინფორმაციის უზრუნველყოფის შესახებ, სადაც საჯარო მოხელე განსაზღვროს, რომელ ინფორმაციას დაადოს გრიფის საიდუმლო. შენ ისე იგივეში, აი, მუდმივად იგივეში შევდივართ. ადამიანმა თქვა, რაღაცა ჩვენ ვცდილობთ, ამაში აქ e-governance არ იგულისხმებოდა, ჩემი აზრით. რაც თქვა, ის თქვა. ელექტრონული მთავრობა თქვა, ეს არის ვირტუალური ადეიშვი. მორჩა, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის e-governance, რაღაცა პროცედურების გამარტივება. არა, ახლა კიდევაც რატო ვაკეთებ ამას? აქეთ იქით რომ დავდივართო ჩვენ. ხო შეიძლება რომ ჩვენ ერთდღესო ვიღაც სხვა მოვიდეს, მაგრამ არ მოეწონა. ჩვენ დავდინჯდეთო, ხო შეიძლებაო? ესეთი რაღაცა მოხდეს. ფაქტობრივად როგორც აღმოჩნდა რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანაც ამ ხელის მთავრობის ბიორიტმის და პარლამენტის ბიორიტმის გამო რომ ჩვენ ძალიან მოძრავები ვართ და მაგილაშვილის ვახტა და უნდა ვთქვა და შედეგების შეჯამებისკენ რომ წავიდეთ. ძალიან საინტერესო იდეა თქვი. შენ წამოაყენე ჰიპოთეზა იმისა რომ შეგნებულად ხდება ასეთი ამბებით, ასეთი ხუმრობებით, სიგიჟებით ბომბარდირება, რომ ჩვენ საზოგადოება მივდიოთ ამას მის თამაშს წამოვეგოთ და რაღაც მე მგონი არც ამობს შალვა ჩვენთვის. ეს არის ძირითადად რეგიონში, რომ შენ ფაქტიურად რეგიონში აი ის რაც თქვა იმის კრიტიკას ხო აზრი არ აქვს ხა არანაირი კავშირი ვირტუალურ ადეიშვილსა და რეალურად e-governance შორის და მოსაყვან კარტოფილს შორის არანაირი კავშირი არ არის. ამიტომ დიალოგი მთავარია არ შედგეს. ანუ რატო აკეთებ? რეალური პრობლემა ჩემი როგორც რეგიონის მაცხოვრების მდგომარეობის იმაშია წყალკანალიზაციის პრობლემა არის, პესტიციდების პრობლემა არის, მორწყვის პრობლემა, ბაზრის პრობლემა. ეხლა როდესაც ჩემ პასუხად მე იმას კი არ გეუბნები რომ მე გავაკეთებ ამას და აი რეალურად დაუშვათ ან ემას ან რაღაცა პუნქტებს, ჩაბარების პუნქტებს ან რაღაც, არამედ საერთოდ სხვა სფეროდან დააჭერ ღილაკს, მე შენ გეუბნები რომ იცი რა მე ვერ გავიტანე ვაშლი გასაყიდად ან ბაზარი არ არის. ვირტუალური ადეიშვილი. გესმის და რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ სათქმელი ხო არაფერი არა, მაგრამ პიარულად ეხლა როდესაც შე ხო იცი საერთოდ კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოება სადღაც რაიონში იქნება კომპიუტერი, მივა გლეხი, დააჭერს ღილაკს ხელს და დაელაპარაკება ვანო მერაბიშვილს გადაუშლის გულს. პროვინციაში მაცხოვრებელი ადამიანი ფიქრობს რომ მე ეხლა არ მაქვს ეს საშუალება, არც ხვალ არ მექნება, მაგრამ სადღაც ხო კეთდება და ჩემამდე ხომ მოვა. მაგასაც არ ფიქრობს. ფიქრობს რომ იცი რა, ხო აი ეს რაღაცას აკეთებს. ის და პარალელურად მოდის ვიღაცა, რომელიღაცა უშიშროების წარმომადგენელი და იმასაც არ აიძულებს რომ შემოხაზოს ის ხუთიანი. ელემენტარულად ეუბნება რომ ეს კაცი ისეთ რაღაცას აკეთებს. იქ შენ კოსმოსში შენ უღონდ არჩევნებზე ნუ მიხვალ. იმიტომ ძირითადი სტრატეგია მე რასაც ხედავ მანდატი იქნება არმისვრისკენ მოწოდება და არა იქეთკენ რომ ვიღაცა დაარწმუნონ რომ ესა. ეს კარგია. ძალიან დიდხანს იყო ეს ვთქვათ თემა განსახილველი შევარდნაძე ბოლოს ხდომაზე ციფრულ რევოლუციაზე როდესაც გარღვევაზე განხეთქილებაზე საუბრობდა. ზოგს საერთოდ არ აქვს ციფრულ ტექნოლოგიათა წვდომა. ეს ის ჟანრია გუში რაც ეს შევარდნაძე ციფრულ განხეთქილებას დაღუპა. ხო შეიძლება. მართლა ხუროვის გარეშე ვერ მიხვდა პიარის და ტელევიზიის ხიბლს დავიდრო. ხო, მაგრამ აქ მართლა ძალიან დიდი განხეთქილება არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ხელისუფლება მოყოლილია იმ რეალობაში, შესაძაც მას მოკავშირე იმ პროცესში, რომელიც ამა თუ იმ ფორმით დაგეგმილი აქვს. რეალურად არ აყავს რა. ვინ არის ის ადამიანი, ვინც მას მიყვება? რეალურად აღარ არსებობს ესეთი ადამიანი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ადამიანი. ხა შეიძლება მე ყურით სადღაც წამატვიო, მაგრამ ყურში რო ხელს გამიშვებ, მე იდეურად ვინც მიყვება. ხო, მაგას გეუბნები, ვინც არის ჩემი აი თანამოაზრე, შეიძლება ესეთი იდეური კი არა, მაგრამ აი მეც იგივენაირად ვფიქრობ პრინციპში რო ვთქვა რა, რომ აი სწორი ორიენტირებია. ესეთი არ არსებობს. თუ არსებობს ვიღაცა, ეს არის ყურით წაყვანი. ხოლო დაინტერესებული პირია მის გვერდით, კონფორმისტი შესაძლოა ფინანსური ინტერესის მქონე მე ძნელია ეხლა შეიძლება რაღაც იმაში ცოტა არასწორი ლექსიკაში გადავიდე ეხლა მის გარჩევა რო დავიწყე მე მიმაჩნია ვიღაცებს მომხრები ყავს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ გულწრფელად მათი გზები ასე ვთქვათ თან ხვდება და სადღაც იმაში მიდიან აქ არის მაგიტომაც სუპიარული რაღაცა მართალია იმიტომ რომ დაეთანხმოდა გახვე ადეიშვილის ჰოლოგრამით გამოძახებაში ძალიან რთულია
ხო, აი სად. ნუ აი ძალიან უნდა გინდოდეს ეს სად მიდიხარ? სად მიდიხარ? გეკითხებ, სად მიდიხარ? ვენახს აშენებ? პატარა ბოთლები, აი რო შევაჯამო. პატარა ბოთლები და არქის შადრევანი. აქ ხო რა არის პრობლემა? შალვა რომ აქ არ არსებობს მდგრადი იდეოლოგია. აქ არის მხოლოდ ერთადერთი იდეოლოგიური ვექტორი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რაღაცა ჯგუფმა, რომლებიც ვართ რაღაცით განათლებული თუ რაღაცით ზევით, დანარჩენები უნდა აღზარდოთ. თელი ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ ჯესტი რამხელა უკიფრობა, რომ ვიღაცა აღზარდო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კომიკურობა ამაში მდგომარეობს, რომ რაში უნდა აღზარდო, ისიც არ აქვს. ხო, მე იდეოლოგია არ აქვს. აი ეს მარშაკი შტოტაკოე ხარაში, ის არ აქვს. არ დაუწერია. ის არ აქვს, არავითარი. როშკას იმრიშო კაცო, არ მისულა ეს. რო აი ჩვენ უნდა გაგზავნოთ და აი თქვენ ის რა ქვია. ჩვენი ბიბლია. ხო, იმათ ქონდათ კომუნისტებს რაღაცა. სინგაპურიზაცია არ არის ბიბლია? ის ხო მუდმივად ისება, ხან სინგაპური ვართ, ის ხან გაზეთმა გამოქვეყნა იმის სტატია იმის თავაზე თუ რა არის სინგაპური ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით. საშტემი მდგომარეობა ჩვენზე დაბლა, ჩვენზე დაბლა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რა ვნახე მე. არ არსებობს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მედია. უბრალოდ არ არსებობს. ძალიან კარგი. ანუ არის რაღაც ორგანო, რომელიც გასცემს ეს ხო სინგაპური იცვლება მეორე დღეს ჰონკონგით, მე გააჩნია. სინგაპურს დიდი ხანი აწვევიან უკვე. ხანდახან აწვევიან, ხანდახან არ აწვევიან. ეს რა უნდა წელია უკვე. მე ხა სინგაპური არის, ეგეთი რამე არც გამიგია. ეხლა შეიძლება რომელიღაცა იმან თქვას რომი როგორც ისე, მაგრამ აი სინგაპური რა, ეს ხო არა კონცეფცია, ხო რომელიც არის ჩამოყალიბებული. სინგაპურში მაგარი გაატარა. არა, გავიგე, მაგრამ მე რას გეუბნები, როცა შენ ცulis საზოგადოებას, ეკონომიკას, რაღაც უფრო ჩამოყალიბებული ის უნდა ქონდეს. სინგაპურიზაცია არის ჩვენი ვექტორი. ვაიმე, არ ხო გავიგე, მაგრამ ნუ არ მგონია რამე წყობრი იყოს ამ თვალსაზრისით, იცი? მე მაგასაც ვერ ვხედავ, რამე მან ანუ ანალიზიო გააკეთო, რა ხდება სხვადასხვა სფეროებში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, სამხედრო, პოლიცია, ეკონომიკა, აბსოლუტურად ერთიან ქარგს ვერ დაინახა. წყობრი ხაზი არ არსებობს. მუდმივად არის ერთმანეთთან კონფლიქტში. ისე მართლა მისი განცხადებებიც ხან ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანულია, ხან ძალიან სოციალისტური, რომ ჩვენ ხან იძახის რომ სიგარეტები ხან იძახის ყველას ყველებს ჩაგისვათ, ნუ ესეთი ხო დაჟე სტალინს არ უთქვას, ხო? ბედნიერი ღიმილი. ხო, ბედნიერი ღიმილი. უცებ პარალელურად არ არსებობს სტრატეგიული ობიექტი და გავყიდოთ ყველაფერი. ეს შესაძლოა იმით ახსნათ, რომ მხოლოდ პიარზე იმ დღის მოგებაზე არის ეს აქცენტირებული. არც იმ დღის მოგებაზე, მე მგონია რომ მართლა რაც მოსდით თავში იმას ამბობენ, თუ რა პიარზე ხო რომ გინახავთ ვინმე რომ იცი არ ვაძლევდი აქამდე სააკაშვილს ხმას და всё აი ბედნიერი ღიმილმა всё გადაწყვეტა. გადაწყვეტა ხო? ან მოცეკვა არხი შადრევა. ისეთი ვინც თქვა რომ აი ბედნიერი ღიმილი რატომ თქვა ამის შემდეგ აღარ ვაძლევ ხმას? არა მე მინახავს ადამიანები რომლებიც მოშაყიდე ხალხი მინახავს რომლებსაც არიან ადამიანები მიშას მომხრეები რომლებსაც სულ უფრო და უფრო უჭირთ და იძახიან ბოლოს მიდიან იქამდე რომ ნუ კაი ცოტა გიჟია მე რა ხო მე რა ხო რა მოხდა სამაგიეროდ ნიჭერია და ბიძინაა კარგია სტრაფია ხო ბიძინაა კარგი ანუ აქ სოჭოს ბიძინა ყიდის გაყიდა ახლა მთელი მისი აქტივები რუსეთში ხო ტელევიზია არა მხოლოდ გაყიდა ბანკი მაისის ბოლომდე გაყიდული მექნებაო ყველაფერიო და 352 მილიონი ესეც ხო შორის უცნაური რაღაც რატო უნდა გაეყიდა იქ ყველაფერი და რომელიღაცა სხვა ქვეყანაში ხო ეკნება ეს ფული ხო? ხო მე ვფიქრობ რომ ეს თუ იმისთვის გააკეთა რომ ესე თქვა სპეკულაციები არ იყოს თემაზე რომ მას რუსეთთან ფინანსები და შესაბამისად ინტერესები აკავშირებს ამით ეს თემა არ მოიხსნება ნამდვილად რუსთავიორი ისევ გააკეთებს რეპორტაჟს სხვა არხებიც ასე შემდეგ ხელისუფლების პირველი პირები აუცილებლად ლაპარაკობენ ფაქტები ქონდათ? აქამდე ხო არ ქონდათ ფაქტები ლაპარაკობდნენ იმაზე რომ ის არის რაღაცნაირად შეკრო რუსული ფული. ეს თემა just ეს ამათი პოეტური ნაწილი კი მომწონს ეს რუსული ფული. და რას ხო ბინძური რუსული გუშინ პრეზიდენტმა პოეტები არიან ზედაც ხო რა პრეზიდენტმა თქვა გუშინ ეს ახსენა დღეს წერილი დაიბეჭდა Huffington Post-ი არის გამოცემა სადაც პრეზიდენტმა თქვა გუშინ ჩვენ საქართველოს და ეს ამ წერილში საუბარია ეს უცნაური ფრანკო-რუსი ოლიგარქი ასე წერენ ივანიშვილზე ფრანკო-რუსი ოლიგარქი ანუ ფრანკო-რუსო გეორგიო ახალი ის გაიჩიტა რა მისი წილები ლუკოილსა და გაზპრომში მიუთითებს რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ახლოსაა თუმცა თავად ვერ წერს რომ ვერავინ იტყვის რომ უკანონო დიშო ანუ ვერაფრით ვერ ამტკიცებს ზოგადად აი სახელმწიფო რიტორიკის გაგრძელება იყო ეს კონკრეტული კი არა არის Huffington Post-ი ეს არის ადიბასიროა ხო იცი რა გავიგე მაგრამ იცი სულ მეცინება ხო ეს არის პირველი შემთხვევა როცა მე ვხედავ სააკაშვილს გუშინ ვამბობდი მაგაზიზე იმ როლში როდესაც
მას უნდა რომ მიბაძოს ვიღაცას რა სულ უნდა რომ აი ივანიშვილის დაერი იყოს სულ უნდა და ეს ეთყობა რა რომ აი იმისი შურს აი ეს პირველად დავინახე სხვა შურს თუნდაც ფული თუნდაც წარმატება რა თუნდაც ის სახელი დავუშვათ 10 წელიწადი რომ სიკეთეს აკეთებდა და არ სვავდა ხალხს ციხეში და არ უწვავდა ხო არ უნდა რომ ეხა ივანიშვილი იყოს სააკაშვილს თუნდაც მარტო ფულის ნაწილში გაშუაშია ივანიშვილი ცოტა ხნის წინ ინატრა 2 წლის წინ ოპოზიცია რო იყო ამ მოეწონა ზად იყო ჯერ და მანამდე დავიჭერე შეხედა მოეწონა ეგ ოპოზიცია ამაზე ხო ბევრი საუბრობს რომ ის თავი ოპოზიციონერის როლსაც ითავსებს თავის თავში თავისი ხელისუფლების ოპოზიციასებდა სამწუხაროდ და სამწუხაროდ ოპოზიციის პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ სააკაშვილი იყო როლ მოდელი სამოქმედო მოდელი მან ოპოზიციას მოსწონდა სააკაშვილი. ივანიშვილს არ ეთყობა რომ მოსწონს სააკაშვილი. საერთოდ არ მოსწონს და არის როგორიც არის ისეთი რა. და სააკაშვილს პირველად აი ამ იმებში ვატყობ რომ უნდა რომ ივანიშვილი ძალიან უნდა რომ მაგალითად ივანიშვილი გამოვიდეს ასევე და დაიწყოს სიარული ასეს რაღაც ობიექტებზე. სულ ცდილობს რომ იგი რაღაცაში ჩაითვლოს. ივანიშვილი რომ არ მიყვება ამაში. არა და ივანიშვილი არ მიყვება ეს აკეთებს რაღაცებს და მე ისა იმ კომიკურ როლში რომელშიც არის ეხლა. ნუ დაძდევენ ივანიშვილს და ცდილობენ რომ პასპორტი წაართვა რომ ნახო როდიდან არის საქართველოში რომ ის ჩაწერონ კონსტიტუციაში ამას ლაპარაკობენ პირდაპირ ეს არის აი რამდენადაც არ უნდა ვიყო დაუშვათ ოპოზიციურად განწყობილი ჩემი ქვეყნის პარლამენტია და ჩემთვის შეურაცხყოფელია აი ესეთი დევნა ივანიშვილის რომ გენაცვალე გითხარი როგორ ჩავწეროთ რა ჩავწეროთ ამ კონსტიტუციაში და ივანიშვილი არ ეუბნება ხო და აი ამ როლში ხო თვითონ ჩაიგდო თავი აი ამ თავის ქმედებებით და რაც მთავარია კიდევ ერთხელ არ ეს არის პირველი ოპოზიციური ლიდერი რომელიც არ ლაპარაკობს სააკაშვილი მისთვის არ არის მისაბაძი სამწუხაროდ სააკაშვილი რაღაცა პერიოდის განმავლობაში იყო პოლიტიკური მოდელი შემქმნელი ეხლა არა ეხლა მისი ნაბიჯები არანაირად მოდის შემქმნელი არ არის ეხლა უკვე გადავიდა არა გაცდა იცი ახლა შეხედე რა შესაძლოა მანამდე თუ ნაბიჯი გადადგმული მოდი ბანკს დაუტერორებ მანამდე ნაბიჯი გადადგმული მოდი წავართმევ რაღაცას ეს რაღაცა შეიძლება ვიღაცები ვაფასებთ რომ ეს ტერორიზმია მაგრამ ეს არ ეწერებოდა იმ ადამიანს მინუსში მარტივად რომ გავიხსენო რომ მივარდა და იმას გამყრელიძეს რომ შეუჭამა მწვადი ხო ეს მაგარია მწვადი შეუჭამა ხო რა ყოჩაღია იმის ვაგებთ თქვა რომ საარჩევნო კამპანიის ვიღაცას მიუვარდა შენ ხო ჩვეულებრივ ადამიანებს არ გააკეთებ იმაში მოსწონდათ მაგრამ რაც გამოჩნდა ივანიშვილი მისი ნაბიჯები ყველა არის უკვე კაის არის აი ასეჩკა რუსები რასაც ამბობენ რა ასეჩკა თავისი დეკემბრის იმითი რა ხო გავსვით როგორ დეკემბერში დაიწყო სახში აღარ შევიდა მე მომწონდა სხვა შეესო პოლიტიკოსად გზნობს თავს და ხალხს ეუთეთება იქ საავადმყოფოს ხსნისა მაგრამ ეგეც მოძო სახში აღარ ჩაუთავდა ხო ჩაუთავდა ძალიან აქტიურია თვითონ ანუ ეს საარჩევნო კამპანია მას ეძღვნება მის თავი გმირიც თავადაა და თავის თავსაც ეძღვნება ეს ხომ არ არის მომგებიანი იმიტომ რომ საპარლამენტო ძალიან ჩუმად დადის ამ დროს ხეებიც უნდა წარმოაჩინოს ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ესეა მაგრამ დღეს და გვერდით უნდა ყავდეს რომ აი ეს არის კარგი ანუ მერაბიშვილი 3 დღეა გორში მართავს რაღაც დახურულ შეხვედრებს და სხვადასხვა აი ეს სხვა ძალიან სამწუხაროა რომ მერაბიშვილზე აკეთებს აქცენტს როგორც პოლიტიკურ ძალაზე. იმიტომ ეს ნიშნავს უნდა ეს არჩევნები გადაიზარდოს ძალადობაში და ეს არის ძალიან ცუდი. ხო, ეს ძალიან ცუდია, მართლა ძალიან ცუდია. ანუ მერაბიშვილი ძალადობის სიმბოლოა. ბუნებრივი არჩევნებში, შესაძლოა ჩარეულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაძლოა გორის მაჟორიტარი იყოსო და დღეს ერთ-ერთი შეხვედრიდან გამოსული ამბობდა, რომ ძალიან საინტერესო იყო ინფრასტრუქტურაზე გვესაუბრა რაღაც პროექტებს და ყველაზე მეტად რაც მომეწონა, რომ გორით არის ძალიან დაინტერესებული და აღლუმი გორში, ეს შეხვედრები გორში უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. შესაძლოა გორის მაჟორიტარი გახდეს. მაგრამ რომ გადადგეს, მე მგონია რომ როგორც კი ისინი წდებიან რაღაცა აი ამ მანკიერ მართლობას და ხდებიან უბრალო პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ არ არიან ცუდი პერსონაჟები. ისინი ხდებიან ცუდი, როდესაც ციხეში სვავენ ადამიანს, რაღაცა საშინელ სროკებს აძლევენ, როდესაც ვიღაცებს ურტყავენ, აშინებენ, მაშინ არიან ცუდები, თორე
იყოს ვანო გორის მაჟორიტარი და მაგრამ კარგად ვიცით რომ გორის მაჟორიტარობაზე არ გაჩერდება ვანო და ისევ დაუბრუნდება. ეგ არავინ არის შალვა, იმიტომ რომ არავინ არის ვანო გორის მაჟორიტარობა რომც მოიგოს კიდევაც იქ რამდენი ეყოლება თავის ფრაქცია რომ ვით რა პერსპექტივა იქნება იქ. მე ვეღარ ვხედავ პერსპექტივას რომ ვანო მერაბიშვილი გორის მაჟორიტარი თქვათ იქ ამბობენ რომ ვისოლის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ ბიზნესში ჩართული ადამიანებიც ჩაერთვებიან პოლიტიკაში და ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები ჩართულები არიან უკვე პოლიტიკაში. ჩართულები არიან, მაგრამ პირდაპირ ჩაერთვებიან, მაჟორიტარები გახდებიან და ასე შემდეგ და ამ სტრატეგიას რომ ძლიერი მაჟორიტარების ასე ვთქვათ რომ ვანო მერაბიშვილი თუ დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრობას და იქნება მაჟორიტარი ეს ძლიერი კანდიდატად ითვლება და სტრატეგია ასეთი ვთქვათ კონკურენტმა რა უნდა დაუპირისპიროს ამ დროს. მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არის ისეთი ვითარება რომ ნაციონალურ მოძრაობას არავითარი იდეოლოგიური ახალი ღირებულება არ შემოუტანია. მაშინ როდესაც ქართულ ოცნებას აქვს ერთი იდეოლოგიური პრიორიტეტი, ისინი საუბრობენ პერსპექტივის შესახებ, რომელშიც მათ აქვთ აი როგორც თქვი ეს ეკონომიკური ხსება არის ის რომ მოვალთ და შევწყვით. მოვალთ და ისინი ხსნიან, ისინი აუბენ რომ ჩვენ გადავალთ აი ამ აბსურდიდან რაციონალურ მართლობაზე. ეხლა ეს თუნდაც იმ ფონზე დღეს რასაც ვსაუბრობთ, ხო? რომ აი ამდენი სიგიჟე ითქმის, აი ამდენი სიგიჟე კეთდება, უცებ იწყება ქალაქები სადღაც, ხო? უცებ უცხადდება ომი, უცებ აი სრულ სიგიჟეში ადამიანი რო გეუბნება, რომ იცი რა, მე დაუშვათ კპირდები შენ რაღაცა სიმშვიდეს და რაციონალურ მართლობას რომ შენ გეცოდინება რომ ხვალ რა ხდება თუ რეფორმა ტარდება გვეცოდინება რომ იცით რა ხვალ ის კი რომ ყველანი გამოგვაცხადონ FSB-ს აგენტებად არამედ იცოდეთ რომ იქნება დაუშვათ ახალი საგამოცდო სისტემა ან რაღაც ესეთი ეხლა ეს უკვე ძალიან სერიოზული კოზირია ჩვენ ხო კარგია შეთანხმებული არა ჩვენ ხო ყოველთვის ვლაპარაკობთ პოლიტიკაში ხო არ არის ეს რომ ცალკე ხო ეს არის ყოველთვის პოლიტიკური კონტექსტი ამ კონტექსტში მე რო შენ გეუბნები სრულ აბსურდში რომ გეუბნები რომ მარტო იმას უკბიდე რომ რაციონალური ვითარება იქნება და პლუს კიდე ამის უკან დგას ივანიშვილი ძალიან დიდი რესურსის ფლობელი აბსურდში და ტყულში ორველი წერდა სიმართლის თქმა ექსტრემიზმის სტოლპასია დიდი ორველი წერდა ჯერ კიდევ როდის დიდი მადლობა ჩვენ ცნობილი ექსტრემისტი არ არის ექსტრემისტი დიდ ტყულში სიმართლის თქმა ექსტრემიზმის სტოლპასია მე ციტატა მოვიყვანე და აქედან გამომდინარე ამდენი ვიწვალე და ბოლოს ექსტრემიზმის სახით დიანა აი ვიცოდი გონი რომ პირიქით კონსერვატორია კაცი და დუშეთში აქვს სახლი ძალიან დიდი მადლობა მე ვფიქრობ რომ ძალიან ექსტრემისტები მუხლებს არ აშენებენ არა მხოლოდ ის ბომბებს აკეთებენ დიდი მადლობა გიორგი მარგულაშვილია დაამშვენა ეს გადაცემა და ჩვენ ვიყავით ეს თქო მეორე ხარის ხოვნება არ მომწონდა ის სააკაშვილის ლაპარაკი თქვენ მაწვალეთ იმით რომ მთელი ჩემი დღის ნაშრომი ახალი ამბებს თქო მიუფასურებდით იმიტომ რომ სააკაშვილის ნაშრომი იყო სწრაფად იწვება ვითარება ჩვენ სოსო გალუმაშვილი გველის და კიდევ ერთხელ უხდით მადლობას მარგველაშვილს გიორგის სუბიექტური აზრი ისევ პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის სტუმარია კომპანია ჯეპრას კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი PR სპეციალისტი სოსო ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან მე მინდა შეკითხვა დაგისვათ ჩვენს გადაცემის დაწყებამდე ასე დავაანონსეთ ეს ბლოკი რომ ჩვენ გვაინტერესებს ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება აქტიურობა თუნდაც ხელისუფლების პირველი პირების ეს ნიშნავს რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გამოცხადებამდე უკვე ჩვენ საარჩევნო კამპანიის პირობებში ვართ რასაკვირველია მივესალმები მაყურებელს მოგესალმები ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის რასაკვირველია ასია და ოღონდ ეს ახლა კი არაა არამედ ერთ წელზე მეტია ფაქტობრივად როდესაც კი დამთავრდა თვითმმართველობის არჩევნები პირდაპირ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი გადაერთო ასევე წინასაარჩევნო ხოლო ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი თუ ზოგადად პოლიტიკური ყველა მოთამაშე არის ამ კამპანიაში პოლიტიკური მოთამაშეები ფაქტობრივად 2011 წლის 7 ოქტომბრამდე ფაქტობრივად აღარ არსებობდნენ სოსო ესეც შეკითხვა მაქვს მიშა სააკაშვილი ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით ამბობს ძალიან რბილი ტერმინი მინდა მოვიფიქრო არაადეკვატურ შეუსაბამო რეალობასთან
შეუსაბამო და რთულად განხორციელებად იდეებს იძახის. ნუ მაგალითად ლაზიკა, ნუ კაი, ჯანდებას, მაგრამ ნუ რაღაც ჰოლოგრამა, ყვილები, ღიმილი, ნუ ვენახი გავაშენოთ და გავანათოთ რაღაცებს იძახის ესეც. ეს ახლა ფრიდეში მთავრობა და რაღაცე შემდეგ, ხო. და რა თქმა უნდა, PR კამპანია ეს. ესე იგი ეს რაზე არის გათვლილი, რომ ამხიარულებს ხალხს, რაც თავში მოსდის იმას ამბობს, ანუ შეგნებულად ამბობს, რომ ფიქრობს, რომ აი ესეთი ოპტიმისტური, რომ ეს წყალტუბო იქნება ევროპაში ყველაზე მაგარი, ეს მოქმედებს, ხო, პოზიტივი მაინც მოქმედებს. აი რასთან აქვს ამ შემთხვევაში საქმე, როცა აშკარად ძალიან რბილად რომ თქვა უცნაურ განცხადებას არის. უცნაურ განცხადებას სანამ შევეხები, ვიტყვი რომ როდესაც რამდენჯერმე ვისაუბრეთ იმ თემაზე, რომ რამდენად ხშირად უნდა გამოჩნდეს ან ტელევიზორში, ან სხვა მედია საშუალებები და გადავხედე სხვათა შორის როგორც დემოკრატიული ქვეყნების სატელევიზიო ისტორიას, ასევე ეგრეთ წოდებული ავტოკრატიული და დიქტატორული და შემიძლია გითხრა რომ ფაქტობრივად ანალოგი ასეთი ინტენსიური კამპანიის მე არ მინახავს. უგო ჩავესზე მეტად არის. კი, უფრო მეტად არის წარმოდგენილი. ერთადერთი მეტოქე ამ საქმეში ყავს, ოღონდ ის პრეზიდენტი არ ყოფილა და დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე ესე მკვეთრად არ ჩანს, ოღონდ ის ლოკალური ლიდერი იყო, თუ გახსოვთ, თემურ შაშიაშვილი. რომელიც ქუთაისის გუბერნატორი იყო და ყოველდღე ხო რამდენჯერმე სიუჟეტი იყო მის შესახებ და მე პარასკევს საღამოს 8 საათიანი პირდაპირი ეთერი ქონდა. ხო. და კომუნიკაცია ქონდა ხალხთან. და კომუნიკაცია ხო, კი, და იქ ვიღაცა რეკავდა, ხო, მაგრამ სხვა თემა, ვიღაცა რეკავდა, მაგრამ ეს 8 საათიანი, მაგრამ ყოველ დღე დაახლოებით 5 და მაშინ ამ განცხადებებზე თქვა. განცხადებები ბოდიში მინდა გითხოთ, აი ეს დიდი დოზით რომ არის, ეს კარგია თუ ცუდი? გიორგი მარგოლაშვილი ამბობდა რომ ეს კარგია. არა, მან თქვა რომ ბევრს ვაპარაკობ და ამით მას ვაცოცხლებ და ის ბევრჯერ ჩანს და ასე შემდეგ. დავიწყეთ, მოდი აი საერთოდ სანამ უცნაურობამდე დავიწყეთ შეფასება რა, რადგან არ არსებობს ანალოგი და რაღაცა გარკვეული ტიპი, დავიწყეთ მოძებნა რა სტრატეგია ეს. და საბოლოო ჯამში მივედი ცოტა უცნაური სახელი კი მოვიფიქრეთ, მაგრამ დავარქვით ჯონჯოლის სტრატეგია. ჯონჯოლის სტრატეგია, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენება, ჯონჯოლი ყველგან არის. არავინ არის დიდად არეტანებიან, მაგრამ უნდა იყოს ყველა სუფრაზე. და აუცილებლად უნდა იყოს ლხინის, კი, ზოგს უყვარს. კარგად ხახვით და მაგარი. ანუ სვავს იმას უყვარს. კი. თუ არსებობს, თქვა, ჯონჯოლის ინდექსი, ასე თქვა, ასევე არსებობს ჯონჯოლის სტრატეგია. ანუ ყოველთვის უნდა იყოს. ინდექსი რას ნიშნავს? ეკონომიკურ წარმატებას ამოწმებს ქვეყნის. კი, ანუ ხო, ნუ მაგალითად ჯონჯოლი რა ფასი იყოს სხვადასხვა რეგიონში და ამის იმით შეიძლება როგორც ხაჭაპურის ინდექსი, ასევე როგორც სოფლიოში არსებობს ჰამბურგერის ბიგ მაკის ინდექსი, ისეთივეა ჯონჯოლი. აი ეს ჯონჯოლის სტრატეგია, მე ვფიქრობ ესეა, რომ ის მუდმივად უნდა იყოს სადღაც. სხვა არავინ არ უნდა იყოს, უნდა იყოს ის ხოლმე როგორ ქათამიც უნდა იყოს იმ სუფრაზე. ხო, მაგრამ ის მუდმივად უნდა ესწრებოდეს. რამდენად გამართლებული იქნება ეს სტრატეგია? მე ვფიქრობ, რომ პრინციპში რადგან ანალოგია არ აქვს, შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლებელიც შეიძლება იყოს. აი, მაშინ მივაკვლიეთ თემას, პასუხს ჩემს შეკითხვაზე, შენ გაეცი უკვე ამ პასუხს, რახან ის უნდა იყოს დიდხანს. მან კარგად იცის რომ როცა არის დიდხანს არ უნდა მოაწყინოს მაყურებელს. რასაკვირველია. აი ეგ არის. როგორ არ მოაწყინოს? მონოტონურად როგორც პოლიტიკოსი შვევია, კლასიკურად რო ილაპარაკოს მიღწევებზე, 2 წუთში გადართავ. 40 წუთს არ მოусმენ. 2 წუთში გადართავ და როცა ამბობს რომ აი ტრიდეს დააჭერ, ანუ ეგ ართობს. ხალხს ართობს ესე იგი. ეს კლასიკური გაგებით არის შოუმენი, ხო? რასაკვირველია, შოუმენია, ხო? და ამას ანუ ამიტომ იძახს რაღაცეებს. რომ გაძლოს ეთერში. რეიტინგზე მუშაობს ხალხო, ესე იგი. ხათაშორის, აი მარგოლაშვილმა თქვა, მიშას ვერ გადართაო, ასეთი ციტატა იხმარა, ანუ ის უყურებდა ასე ვთქვათ. ანუ როგორც სატელევიზიო შოუმენები მუშაობენ რეიტინგზე და ჩვენ ვიცით, ვინც ტელევიზიაში მუშაობ, როგორ უნდა იმუშაო, უნდა აუმაღლოთ ინტონაცია, ახლა ფაქტი ესე კი არა, ესე უნდა თქვა. აი ასევე არის ალბათ ის რომ არ გადართვის რეიტინგზე მუშაობს, მაგრამ ერთი მოდი ესეთი რაღაცა, როდესაც ეს იუმორის და ხუმრობაც მე როდესაც შენ სახში ბრუნდები, ან სახლიდან გარეთ გაიხედავ და რა პირობებში რა გარემოში მე გბეზდება და ერთის მხრივ აქვს ამას მნიშვნელობა რომ
არ მოაბეზროს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რა სიტყვი, იმიტომ რომ გარდა შოუთი გატაცებული ადამიანებისა ტელევიზორთან შედან ის ადამიანებიც, რომლებიც ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ. ანუ კონკრეტული თემები აინტერესებთ არა თბილისში, კონკრეტული თემები და კონკრეტული პრობლემატიკა და ამიტომ ის ელოდება ხვალინდელ დღეზე ზრუნვის. მაგრამ ის ამ პრობლემატიკასაც ეხება შიგადაში. მე მგონი ფიქრობ მაინც გარკვეული ნიველირება ხდება კარგი ინიციატივების. მაგალითად ისეთი კარგი ინიციატივის, როგორიც არის ინტერნეტის და კომპიუტერის ცოდნის გავრცელების, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ იგივე ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ინფორმაციისთვისაც, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, სადაც კომპიუტერია, იქ არის მეტი ინფორმაცია და კომპიუტერი და ინტერნეტი. ინფორმაცია ქმნის კრიტიკულ საზოგადოებას. ეს ჰაერიდან არ მოვიდა ასეთი საზოგადოების შექმნა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. თბილისის გრინბერგის, ანუ ნაციონალური მოძრაობის პოლსტერის კვლევების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 50%-ზე მეც გაგიკვირდებათ ინტერნეტთან არ ქონია შეხება ცხოვრებაში. საერთოდ 50% მე გეუბნებით ნაციონალური მოძრაობის პოლსტერის კვლევების მიხედვით. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. წარმოიდგინეთ რეგიონებში პენეტრაცია? კი, დაახლოებით 15-დან 18%-მდე. ანუ ქვეყანა არის იმ ქვეყანას, რომელსაც სინგაპურს ვედრები, დანიას და ჰონკონგს 80%-იანი წლომა აქვს. ჩავარდნა აქვს. შემთხვევაში. ჩავარდნა აქვს. ხო, მაგრამ მინდა დაუბრუნდე ისე PR ტექნოლოგიას, ასეთივე დაბალი ინტერნეტიზირებული იყო ეგვიპტის მოსახლეობა, ბევრი კვლევა წამიკითხავს, მაგრამ ამის მიუხედავად იქ სოციალურ ქსელებს მიეწერა იქაური საპროტესტო ტალღა. მოლებმაც ითამაშეს თავიანთი როლი ძალიან დიდი. ცოტა ბუნდოვანია ჩვენი სოციალური და NGO სექტორის წარმომადგენლებმა მოინდომეს, რომ Facebook-მა გამოიყვანოთ, თორე იქ ახალგაზრდა მოლებმაც Facebook-მა რაღაც როლი ითამაშა, როგორც მეორე რაც შეეხება აი ამ სამი დეთი ფაქტობრივად გადაიფარა და მე საქილიკო და საშაყირო გახდა არა ჩვეულებრივ მოსახლეობაში, არამედ მის მიმდევრებში, ფოლოუერებში. მიშას. კი, ეს პრობლემა არის. ეს პრობლემაა. ხათაშორის სოსო ერთ ჩემს დაკვირვებას გეტყვი, ეს რეპორტაჟი აი ამ ინფორმაცია კომპიუტერის გავრცელების შესახებ სხვადასხვა არხებზე, რომლებიც ვრცელდებიან საქართველოს მასშტაბით, დაიწყო რეპორტაჟები თავად ამ საზოგადოების შესახებ. მე ვინც ჩართული არიან ამ მოძრაობაში, იმათი კომენტარებით, რამდენიმე რეპორტაჟი იყო და ყველაზე გვიანი იყო პრეზიდენტის ჩართვა. ანუ პრეზიდენტი არ დაიწყო ეს ამბავი. იყო ხელისუფლებისთვის საპიაროდ, ჩემის აზრით. როგორც ასევე სხვა თემები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს გარკვეული მისი შელამაზების, ხუმრობების ფონზე ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. ანუ ვერ მოზომა, ანუ პიარი დაუკაუცდა. ამ შემთხვევაში არა პიარი არ გა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტი გადაიღალა. მე ვფიქრობ რომ წამოსდა აშკარად. პრეზიდენტი გადაიღალა რომ წამოსდა აფხაზეთს არ ვაკონტროლებთ. ეს იყო საბედისწერო წამოსდენა, იმიტომ რომ შემდეგ თითქმის ჩაამატეს, ის არ იყო საქართველოს შემადგენლობაში და თითქმის ჩაამატეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის. შენ ამ საკითხებით, ამ პრობლემატიკით დაკავებული იყავი და იცი რომ ყველა ადამიანს მით უმეტეს ვინც პოლიტიკურ მარკეტინგში და პოლიტიკურ PR-ში აქტიურად ჩართულია და ლიდერია, რაღაცა დროის განმავლობაში ჭირდება დასვენება. ასეთი ინტენსივობა ფაქტობრივ მე ჩვენ ნახეთ მახათასთაზე დასვენებული როგორ ისვენებს ის პრინციპში. სოსო მე მინდა რომ ხელისუფლების ხოდა ეს შეკითხვა მაგ ეგეთი რომ ესე იგი ჩვენ ვიცით ტაქტიკა ვიცით უკვე როგორ ნებრძოლს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილი ამ საყდაბას არბობს, მაგრამ ამბობს პირველი ვიღაცებს უნდა წარსულის დაბრუნება, თუმცა ეს ლინკი ბიძინა ივანიშვილზე არ მედის პირდაპირ, იმიტომ რომ ივანიშვილი არ იყო არც ერთ მთავრობაში, არც შევარდნაძე მთავრობის წევრები არ ყავს გუნდში, არ მახსენდება რაღაც. და ეხლა დაიწყო ბზარის გაჩენა. დიდრები არიან, ფულს შოულობენ. ძალიან ბევრი ფული აქვს. სადღაც თავიანთი ერთ ქუჩაზე საქართველოს ძალიან სწორი მიმართულება, რომ საქართველოში მდიდრები არ უყვართ სამწუხაროდ. ხოდა, ამას არ ვიცი, ვერ გაიგე. არ უყვართ. იმის მდიდარი, რომელიც მათ ეხმარება, ის უყვართ.
კი, მაგრამ ასეთი ცოტა ნებისმიერ შემთხვევაში. ბათაშორის ერთ ჩართვას გავაკეთებ. ლაშა ნაცვლიშვილი საუბრობდა, რომ რიგითი ქართველიო 500 ლარიანი ბრუნვის მქონე, თქო ჯიხურის მეპატრონესთან უფრო ნაკლები იდენტიფიცირება აქვს, ვიდრე 6 მილიარდის მქონე ბიძინა ივანიშვილთან. ხო, შესაბამისად მე იმის მინდა რომ აი ეს არის მისი სტრატეგია აშკარად, რომ ვიღაც მდიდარი ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, უნდა თქვენი ყიდვა. ამას იძახის. როგორ ფიქრობ ეს სტრატეგია გაამართლებს? მე მგონი რომ აქ მთელი რიგი პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ ის იძულებული იქნება უყურე ძალიან მარცხნივ წავიდეს, მიხვდი? ანუ ის იძულებული იქნება ძალიან მემარცხენეობაში სხვათა შორის ძალიან გაუჭირდება ბიძინასთვის მოგება. ამაშია საქმე. ძალიან ძნელია მემარცხენეობა იმიტომ რომ გამოვა ბიძინა საზოგადოებაში განაწილოს შემდეგ ეს ფული. კამპანიის დროს ჯერ ხო კამპანია დაწყება. და 400 ლარიან პენსიას. ხო, არა, მე ჩავდებ ინვესტიციას, სიტყვაზე მოვიზიდა ინვესტიციას სოფლის მეურნეობაში, ჩავდებ N მილიარდს დავუშვათ. შულმარითაც მაგალითად თუნდაც ყველაზე ესე ვთქვათ მომენტში 14% მოიპოვა. როდესაც თითქმის აღარ არსებობდა, გამქრალი იყო პოლიტიკურად და პიროვნულად. ჩანაწერები სადაც ამხელდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში. ეს არის კატასტროფა, ხო? წარმოიდგინე, ანუ სააკაშვილი ეუძვის ვიღაც დიდარს და გადადის მარცხნივ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იძახის რომ თქვენ შრომელებო, მე ვიცი როგორ გიჭირთ, მაგრამ ამ ტრაქტორს მოგცემთ, ამას მოგცემთ და უცებ გამოდის ის მდიდარი და ამბობს რომ მე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდი. შეხედეთ, აგერ იქ საჩხერეში რა კარგად იყო საქმე, რა კარგად არის. აი ეს მცდარია მე მგონი მიშესთვის. მანდ მე მგონი შეიძლება მცდარია როგორც სხვა ნეიტრალური ელექტორატის მოსაზიდად, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ, რას აკეთებს დღეს ნაციონალური მოძრაობა. დღეს მისი მთელი კამპანია მიმართულია არსებული მხარდაჭერების შენარჩუნებისთვის. და არა მოზიდისთვის. აბსოლუტურად, იმიტომ რომ 6% მხარდამჭერების ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და მას ჩამოართვა. ანუ დაიკლო ნაციონალური მოძრაობის პარტიის რეიტინგმა პირველად საბოლოო წლების განმავლობაში ანუ თქვა 43-55% იყო ხო 2009 წლის შემდეგ და 50 ჩამოწდა და 47-ია ერთში 46 მეორეში ეს ნიშნავს რომ ბიძინამ წაართვა თუ სხვაგან წავიდა 6% აღარ არის თუ ეს ტემპი შენარჩუნდა ამიტომ მთელი კამპანია მიმართულია რომ არ მოხდეს გადინება არ მოხდეს გადინება ახლა აი ადამიანს მინდა რა ვერ ვასწრებ ჩალო და ძალიან მინდა თავად ივანიშვილის სტრატეგიაზეც ვისაუბროთ ის რომ ის საარჩევნო კამპანიას იწყებს თავისუფლების მოედნიდან ეს რისი მანიშნებელია პიარულად საკრალური ადგილია სადაც ძალიან ბევრი გამარჯვება ქართველ ერს ნაზეიმები ეს არის ადგილი სადაც 56-ის თემა იყო 1956-ის 9 აპრილი 1978 წლის სტუდენტური გამოსვლები თავის გამზირთან ასოცირდება ეს პროცესი და არა თავისუფლების მოედანი უფრო ვარდების რევოლუციის ადგილია მოდი ასე ვთქვათ. სწორედ ახლა გადის ეს კლიპი და მაგრამ ამას ხელოვნურია ზოგი ამბობს თქვენ როგორ გეჩვენებათ იმუშავა მოდით აქ მე ვფიქრობ რომ ახლა იმის დრო არ არის რომ ტექნიკურად როგორ არის შესრულებული და გააკეთა თუ არა ჰოლივუდიდან მოზიდულმა მაღალ ტექნოლოგიებს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის ესეთი მოდი ესე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, როდესაც ამ ტექნოლოგიებზე ლაპარაკობენ, ყოველთვის იცი რა მე არ მომეწონა. არ არის ეს მნიშვნელოვანი. თავარი არის რამდენად იმუშავებს, მოიყვანს თუ არა ეს რამდენი ადამიანი გაიგებს ამ და მოიყვანს თუ არა ადამიანს. რასაკვირველია? თქვენ გახსოვთ 2003 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილმა მოიგო 100 ლარიანი კლიპებით. რასაჭიროა რენი ჰარლენის ჩამოყვანა და რაღაც ვერტფრენების გადაფრენა, კი, კარგად გახსოვთ. შენი გაკეთებული. ძალიან 100 ლარიანი კლიპები. 100 ლარიანი არის 150-იანი. აი 150. რაც შეეხება ეხა თვითონ ვილაპარაკეთ მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიაზე. ახლა ვისაუბროთ ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიაში არის დახარჯა რუტინაზე, ანუ მოქალაქეობის პრობლემა, პარტიის დარეგისტრების. ასეთი ტიპის პრობლემა. მოგებული, რასაკვირველია. აი კონსტიტუციას დაასდევენ მართლა აგერი. მე მართლა ეკითხებიან მარგულაშვილს. თუ ეს მოიგო ეს ხომ ხელისუფლებამ მოაგებინა ასე გამოდის. ანუ ხელისუფლების შეცდომებმა ითამაშა მასზე. მოგებები ამ მიმართულებით გაგრძელდება, იმიტომ რომ არიციან რა უყონ ამ კონსტიტუციას. ანუ მოქალაქეობა, იმიტომ წაართვეს რომ საარჩევნო ვერიდან გაეკიდოთ და ვერ აგდებენ. კი. მაგრამ მან აქ არის რასაც ვხედავ ეს არის რომ რაღაცა ერთიანობა აკლია კოალიციას.
პიარის თვალსაზრისით ერთი, საინფორმაციო ნაკადების მართვის თვალსაზრისით, ნიუსრუმის, ანუ სიახლეების მულტიპლიკაციის და გამოშვების თვალსაზრისით, ანუ დაპირისპირება, როდესაც არის იმაზე, რომ ყოველდღე მიშა ტელევიზორშია, შენ უნდა სადღაც იყო ყოველდღე. და ეს სადღაც არსად ხო არც არის საჭირო ჩემს ხო მაგრამ როგორ სადღაც უნდა არა ტელევიზორში არა სადღაც რეგიონში იქ აქ მე კიდე რა უნდა იმ რიტმს რომელიც სააკაშვილმა დააწესა პოლიტიკაში რიტმს უნდა აყვეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვის თვალსაზრისით და არა თავად ტელევიზორში არა ტელევიზორში ამდენი ვინ გამოაჩინა არა შეიძლება რომ თქვა მეცხრე არგზეც იყიდოს იქაც იყიდოს და თქვა რუსთავი ორზეც იყიდოს დრო სიტყვაზე მაგრამ არ ღირს რატომაც არა თუ მიყიდიან ძალიან ნათელი გადასწორება იქნება რომ ფაქტობრივად კითხვა გამიჩნდა ეს რეკლამა თუ არის თქვა რომელიმე ნაციონალური არა ამას მნიშვნელობა იმიტომ რომ მულტიპლიკაცია ამის ანუ გადამრავლება ამ კლიპის მოხდა ძალიან მარტივად მომხრეებმაც და მოწინააღმდეგებმაც აჩვენეს ზოგმა აქილიკა ზოგმა მოვდივარ ზოგმა თქვა არ მოვდივარ და ასე შემდეგ თავარია საზოგადოებამ გაიგო ბაზი მოხდა ასე ვთქვათ, გახმაურდა ამის შესახებ. შეცდომა კიდე რაც აქვს ივანიშვილს ეს არის რომ სისტემა ვერ დავინახა აქამდე რა სისტემა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის. კოალიციაზე გულისხმობ რა თქმა უნდა. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია ალასანია რო წავიდა ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ეს რა არის სატესტო ვარიანტია და სხვები სად არიან მაშინ? რა უნდა გუბასანიკის ანუ ეს შეკითხვები არსებობს. ეს შეკითხვები არსებობს საზოგადოებაში არსებობს და კვლევების მიხედვითაც ეს ჩემი საუბარი არ არის, მხოლოდ კვლევების მიხედვითაც ჩანს რომ მომხმარებელი ელექტორატი ატყობს აი ამ სხვაობას. რეგიონებში ხელისუფლება აქტიური არის, ეს მარტო არ ნიშნავს ტელევიზორში რეგიონებში რა ნახეს. ანუ რეგიონებში შეხვედრები არ ხდება. მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ მომავალი კვირიდან ჩვენი თანაწამყვანი იქნება ლადო პაპავა, ასე რომ დაგველოდეთ ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ზანდებოდეთ, ბედნიერ შაფათ კვირას გისურვებთ.